ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების პროექტის ფარგლებში ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მამია გურიელის სასახლის კარზე გამართული სალონური შეკრება გააცოცხლეს. გურიელები ნაკაშიძეები, თავდგირიძეები, ერისთავები, წერეთლები ეკატერინე გურიელის მოწვევით გურიელების სასახლეში შეიკრიბნენ და საინტერესო საღამოც დაიწყო, რომელიც სავსე იყო შინაარსით, აკადემიურობით, გემოვნებით. ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმ დროის თავადაზნაურთა როლები კარგად მოერგეს და ეპოქის აქტუალური საკითხების სწორი აქცენტებით წარმოაჩინეს. მხატვრულ ისტორიულ ღონისძიებაში მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებს სცენარით ეკა ხლონტი, ისტორიული წყაროების მოძიებით ხათუნა რუსიეშვილი, მუსიკალური გაფორმებით ვარდო ჯინჯარაძე, ქორეოგრაფიის დადგმით კი ემზარ სანიკიძე დაეხმარა. ღონისძიება კი ისტორიულ მუზეუმში შედგა. ძალიან საინტერესო პროექტია, ასე ვფიქრობ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მუზეუმს ასეთ პროექტში მოწვევისთვის და ბავშვები ძალიან კიმნერვილობთ, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდი გამოწვევა, რადგან დღეს აქ ცეკვა ვარ და მე მომეც ამის საშუალება დღეს აქ ცეკვის. მე ძალიან გახარებული ვარ. სიმართლე ვთქვა, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მიხარია და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა დროის განმავლობაში, ანუ ცოტა დრო გქონდა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა და დიდი ალბათობით კაი იქნება, იმიტომ რომ ყველას მოეწონა ვინც ნახარ. მე ვარ კნეინა ეკატერინე, ამ სალონური შეკრება მოვაწყვე და დავპატიჟე დარჩენი ადამიანების. ჩვენი ადგილობრივი ცენტრალური მუზეუმის ცნობილია და ძალიან გვანებრივია ბევრი საინტერესო პროექტები. მაგალითად, ერთ-ერთი არის პირველი ევროპული სალონი გურიაში, რომელიც შემოგთავაზა ადგილობრივ სკოლებს და მოსწავლეებს მონაწილეობა მიგვეღო. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევდა გაგვეცნო მე-19-18 საუკუნეების გურული თავადების, გურიელების ცხოვრების შესახებ, მათი შემოქმედება, მამია გურიელის შემოქმედების შესახებ. პირველმა სკოლამ, ჩვენმა ოზურგეთის პირველმა სკოლამ როგორც ყოველთვის ავიტაცეს ეს საინტერესო იდეა. როგორც ისტორიის მასწავლებელი მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები ოზურგეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ასეთ საინტერესო პროექტში. დღეს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაცოცხლა ისევ ჩვენი პროექტის პირველი ევროპული სალონი გურიაში, რაც წარმოადგენილი არის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგენს ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ზუსტად მე-19 საუკუნის გაცოცხლებას. ჩვენი მიზანიც რომ ზუსტად ეს წარმოსახვა გადმოეტანათ ჩვენს მუზეუმში, ეს ნამდვილად მოახერხეს დღეს ამ ბავშვებმა. ძალიან დიდი მადლობა მათ.